განვაგრძობთ ჩვენს თემას განხილვას უпроსორად ედემის ბაღის და ბაბილონის გოდოლის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობის შესახებ. როცა დავიწყეთ ედემის ბაღთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების მოძიება, სხვადასხვა წყაროებიდან ბევრ ხელჩასაჭიდ არგუმენტს მივაგენით. შემდეგ კი ერთმანეთს დაუკავშირეთ და მნიშვნელოვანი დასკვნები გამოვიტანეთ. მართალია ბევრი მასალა არ მოიპოვება, მაგრამ ჩვენთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა მივსულიყავით გარკვეულ აზრამდე და თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. ვთხოვთ ჩვენს გვერდზე სხვა ვიდეოებსაც უყუროთ, მოიწონოთ და გვერდი გააზიაროთ. ეს ყველაფერი საჯაროობისთვის აუცილებელია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მას ასე დავიწყოთ ყველაზე ძირითადი წყაროდან, ბიბლიიდან და შემდეგ უკვე სხვა არგუმენტებსაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებიდან. ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მიათე, ქამის ძენი, ქუში, ანუ ქუშის სამეფო, ასევე ცნობილი როგორც ქუშის იმპერია, ან უბრალოდ ქუში. იყო უძველესი სამეფო ნუბიაში, რომლის ცენტრიც ნილოსის ველის გასწვრივ მდებარეობდა, დღევანდელი ჩრდილოეთ სუდანისა და სამხრეთ ეგვიპტის ტერიტორიაზე. ქუშიტური ქალაქ-სახელმწიფო კერმა ძველი წელთაღრიცხვის 2450-დან ძველი წელთაღრიცხვის 1450 წლამდე დომინანტურ პოლიტიკურ ძალად იქცა, რომელიც ნილოსის ველს აკონტროლებდა. აქ მოვიყვანთ ქუშიტების კავკასიური წარმომავლობის შესახებ არგუმენტს თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან. გვერდი 3 სტატია პირველი. სირიანელნი და ეთიოპელნი მყოფნი გრძლად შემდგომად ცხოვრებელთა ნილოსის კიდეთ სათა. არა იყვნენ ჯერეთ პირველთა ერთა შორის აღრიცხულ. შთამომავლობაი მათი გამოვიდა პირველ მცხოვრებთა ერთაგან კავკასიისათა, რომელნიცა განმრავლდებოდნენ თათა ზედა ატლანტიისა და ლივანიისათა. აქ გასაგებია თქვენთვის, რომ ქუშის ქვეყანა ძველი წელთაღრიცხვის მესამე 1000 წლეულამდე აფრიკის ტერიტორიაზე კი არა, არამედ კავკასიის რეგიონში მდებარეობდა. აქვე ბიბლიიდან მოვიყვანთ ციტატა, სადაც ქუშის ქვეყანაა ნახსენები ედემის ბაღთან კონტექსტში და არგუმენტიც იქნება თუ რატომ ვასკვნით, რომ ედემის ბაღი საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა. დაბადება, თავი მეორე, მუხლი მიათე. დინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება 4 ნაკადი. მეორე მდინარის სახელია გიხონი, იგი გარსულის მთელს ქუშის ქვეყანას. ეს ის ქუშის ქვეყანაა, რომელიც ედემის ბაღის აღწერისას ბიბლიაში გეოგრაფიულ ნიშნულად არის გამოყენებული და როგორც ზემოთ დაგიდასტურეთ, ქუშის ქვეყანა იმ დროს მდებარეობდა აქ, საქართველოს ტერიტორიაზე. შემდეგ კი ქუშიტებმა დატოვეს კავკასიის რეგიონი და გაიფანტნენ. მიცრამი, ფუტი და ქანაანი. ქანაანის სახელს უკავშირდება აღთქმული მიწა, ანუ ქანაანი, რომელიც ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქუშის ძენი, სება, ხავილა. განმარტოთ, ხავილას ქვეყანა, ძველი აღთქმა, თავი მეორე, მუხლი მიათე. დინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება 4 ნაკადი. ერთის სახელია ფიშონი, იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. ხავილას ქვეყანაც საქართველოს ტერიტორიას უკავშირდება და ერთ-ერთი ვერსიით მდინარე ფიშონი, მდინარე ფაზისი უნდა იყოს. ქუშმა შვა ნებროთი, ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე, ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე, ამიტომაც თქმულა ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე. აქვე ისევ მოგიყვანთ ციტატას ნებროთის მიერ ბაბილონის გოდოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან, გვერდი 28. თარგამოსისთვის წერილი არს მატიანეთა შინა ქართლოსიანთასა. ოდეს აღაშენა ნებროთმა გოდოლი ბაბილოვანისა და გაიყო ენაი ყოვლისა ქვეყანისა და განიბნივნეს ერნი პირსა ზედა ყოვლისა ქვეყანისასა, წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა, ჰაოსისა და სხვათა ძმათა მათთა, მრავალითა ნათესავითურთ, მათით დაერითა დიდითა და დაემკვიდრა არარატისა და მასისისა მთათა შინა, მაგართა და შეუვალთა. ასევე კიდევ ერთი ციტატა და არგუმენტი ისტორიული წყაროდან თუ როგორ გაიფანტა კავკასიიდან ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ ხალხი ქვეყნის პირზე. ისევ თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 9. სირიანელნი ძველნი ვითარცა მოიხსენეთ ზემორე, აღწერენ ასურელთაცა და სხვათა ყოველთა ერთა ზედა უპირველეს
ყოფთა ივერიელთა თემსა და კავკასიით გარდასახლებასა სხვათა ყოველთა. მიაქციეთ ყურადღება, კავკასიით გარდასახლებასა სხვათა ყოველთა. მაშასადამე ყველაზე უპირველესნი იყვნენ ივერიელნიო და დანარჩენი გამოვიდნენ კავკასიიდანო. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი. აქ იგულისხმება ნამდვილი ბაბილონი და არა შუამდინარეთში არსებული ბაბილონი, რომლის სახელით საქართველოს ტერიტორიიდან წასვლის შემდეგ უწოდეს ქამიტურმა ტომებმა ახლად დაარსებულ ქალაქს, იმ ნამდვილი ბაბილონის საპატივცემულოდ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. შემდეგ ერექი, აქადი, ესეც არ აგვერიოს იმ შუამდინარეთში არსებულ ქალაქ აქადში. ნამდვილი აქადიც კავკასიის რეგიონში იქნებოდა. აი ხომ ხედავთ როგორ არის სახელები წაღებული და კვალი არეული. და ქალნე შინყარის ქვეყანაში. შინყარი იგივე სცენა არის, საქართველოს ტერიტორიაა, იგივე ქერის ქვეყანა. კიდევ შემდეგ ამ ქვეყნიდან, ანუ რაც ზემოთ წერია შინყარი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქვეყნიდან გამოვიდა აშური. ასურეთის ერთ-ერთი დედაქალაქი, ასევე შესაძლოა ასურელების ეთნარქიც პიროვნება. აქ მოვიყვანთ არგუმენტს ასურელების კავკასიურ წარმომავლობასთან დაკავშირებით. თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან გვერდის 3 სტატია 2. სათანადო არს უწყებად ასურელთათვის არს ყოფისა. ესე იგი შთამოსირვისა მთისა პირველ მათსა მყოფთა ერთაგან, რომელნიცა იყვნენ კავკასიელნი. განვაგრძოთ. და აშენა ნინევე, იგივე ნინევია, ასურულ აქადურად ნინუა, ასურეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობდა მდინარე ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი მოსულის ადგილზე. ქალაქად დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის პირველ ნახევარში. ასურელებმაც კავკასიის რეგიონის დატოვების შემდეგ დაიდეს ბინა ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში. შემდეგ პეტრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგანაც ფილისტიმელნი ეგეოსური წარმოშობის ხალხი, რომელნიც პალესტინის ტერიტორიაზე სახლობდნენ. სიტყვა ფილისტიმელი, ანუ ფელესეთი, პირველად ეგვიპტურ დოკუმენტებში გვხვდება, როგორც ზღვის ხალხები, ერთ-ერთი დასახელება, ზღვის ხალხების ერთ-ერთი დასახელება. ძველი ბერძნები ფილისტიმელებით დასახლებულ მიწას ფილისტიას ეძახდნენ. სწორედ ამ სიტყვიდან ფილისტია გაჩნდა სახელწოდება პალესტინა. შემდეგ და ქაფთორელნი. ქაფთორელნი იგივე კრეტელები გამოვიდნენ. ასევე შემდეგ ქანაანმა შუა სიდონი, თავისი პირმშო და ხეთი. ხეთები ძველი ანატოლიელი ხალხი, რომლებიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ანატოლიურ განშტოებას მიკუთვნებულ ხეთურ ენაზე საუბრობდნენ და ძველი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნეში ანატოლიაში შექმნეს ხეთების სამეფო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს ხეთები ხათებში. ხათები აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ავტოქტონური მკვიდრი მოსახლეობა იყო. ინდოევროპული ტომების, ნესიტების, ხეთების, ლუვიელების და ფალაელების ანატოლიაში გამოჩენამდე, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის დასაწყისი. ხათები კი ძველი წელთაღრიცხვის მე-3 1000 წლეულის უძველესი ბრინჯაოს ხანის ხალხი იყო, რომლებიც ცენტრალურ ანატოლიაში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაა. ხათის მიწაზე ცხოვრობდნენ. ისინი საუბრობდნენ გამორჩეულ ხათურ ენაზე, რომელიც არც სემიტური იყო და არც ინდოევროპული. გაამახვილეთ ყურადღება, არც სემიტური იყო და არც ინდოევროპული. ხათების შესახებ დასტურდება ადრეული ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ჩანაწერები და ისტორიული ცნობები. გვიანდელ ხეთურ და სხვა წყაროებში მათი მთავარი ცენტრი იყო ქალაქი ჰათუში. ხეთების ექსპანსიის შემდეგ ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლიდან ხათები თანდათან ძველი წელთაღრიცხვის 1700 წლისთვის შეერწყნენ ახალ პოლიტიკურ და სოციალურ წესრიგს, რომელიც დააწესეს ხეთებმა, რომლებიც ინდოევროპულენოვან ანატოლიურ ხალხთაგან ერთ-ერთი იყვნენ. ხეთებმა უცვლელად შეინარჩუნეს ქვეყნის სახელწოდება ჰათის მიწა, რომელიც ასევე გახდა ხეთების სახელმწიფოს მთავარი აღმნიშვნელი სახელი. შეჯამება. ხეთები ინდოევროპელები იყვნენ, რომლებიც ანატოლიაში ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულში გამოჩნდნენ დამპყრობლური ვიზიტებით. ბოლო
ხოლო ხათები აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ავტოქტონური მკვიდრი მოსახლეობა იყო და წარმოადგენდა იაფეტიდური წარმოშობის ხალხს, რომელთა ეთნარქიც გახლდათ ხათოსი. ქართველთა ეთნარქის ქართლოსის უფროსი ძმა. სწორედ ამ იაფეტიდური კულტურის დაპყრობა და მითვისება მოახდინეს ინდოევროპელმა ხეთებმა. შემდეგ კი კავკასიის ხალხად გაასაღეს თავი. ხათოსის სახელი ჰაოსად გადააკეთეს და ინდოევროპულ არმენოსებს დაუკავშირეს. ამით კი კიდევ ერთი დიდი გაყალბება მოახდინეს ისტორიული ფაქტებისა. ინდოევროპელები ჩამოყალიბდნენ შუა აზიიდან წამოსული მომთაბარე დამპყრობელი ტომებისგან, უფრო ზუსტად კი თანამედროვე ყირგიზების წინარე ხალხისაგან, რომელნიც თეიმურაზ ბატონიშვილს მოხსენიებული ყავს როგორც ყირყიზნი. არმენოსებიც მათი შთამომავლები არიან, როგორც ინდოევროპელები, ეთნოსთა თანამედროვე გენეტიკური კვლევების შესაბამისად. შემდეგ მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები, ხოლო ბიბლიაში მითითებულია გაფანტვის და კავკასიის რეგიონიდან წასვლის შემდეგ სად დაიდეს ბინა ქანაანელებმა. ქანაანელთა საზღვარი იდოს სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომ გომორის ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე. ახლა კი მოვიყვანთ არგუმენტს თუ რატომ წავიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნამდვილი ბაბილონიდან ქამიტები. ნებროთის წიგნი პირველად ქართულ მატიანეებში გვხვდება ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრებაში მირიან მეფის დროს, როდესაც იწყება გამოკვლევა წმინდა ნინოს მიერ ნაქადაგები ახალის ჯულის ქრისტიანობისა. მაშინ მირიან მეფე განკვირდა და იწყო გამოძიებად ჯულისა ქრისტესსა და მრავალ გზის ჰკითხავნ ჰურია ყოფილსა, მას აბიათარს, ძველთა და ახალთა წიგნთასა. და იგი აუწყებდა ყოველსა და წიგნიცა, რომელი ჰქონდა მირიან მეფესა ნებროთისი და მასცა წიგსა შინა პოვა წერილი ესრეთ. ახშენებასა მას გოდოლისასა ხმა იყო ზეცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვეთ ქალაქით მაგით რამე თუ ღმერთი ფარავს ქალაქსა მაგას. ხოლო უკანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისა, რომლისა იგი შენ გნებავს ხილვა,ერსა შორის შეურაცხსა, შიშმან მისმან განაქაროს გემონი სოფლისანი, მეუფენი დაუტევებდნენ მეფობასა და ეძიებდნენ სიგლახაკესა. მან გიხილოს ჭირსა შინა და გიხსნეს შენ, მაშინ გულის ხმა ჰყო მეფემან მირიან. რამე თუ ძველნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და დაეთანხმებოდნენ წიგნიცა და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა და შეექმნა სურვილი ქრისტეს ჯულისა. აქ ყურადღება გაამახვილეთ ნებროთის წიგნიც დაეთანხმებოდაო და შეექმნა სურვილი ქრისტეს ჯულისა. მირიან მეფეზეა საუბარი. ასევე გვხვდება ჯუანშერის ქართლის ცხოვრებაში, როდესაც აღნიშნულ წიგზე და მისი შინაარსის რაობაზე გაკვრით საუბრობს ვახტანგ გორგასალი. ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა რქვა მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვეთ ქალაქით მაგით რამე თუ ღმერთი ფარავს ქალაქსა მაგას, ვიდრე გამოჩინებამდე სამოთხისა, რომელი ესე დგას მახლობლად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე. ანუ ბორბალოს მთა, აი მთაზია საუბარი, რომლისგანაც გამოვალს ორნი დინარენი, საიდანაც იორი და ალაზანი იღებენ სათავეს, რომლისგან აღმოვალს მზე და გამოვლენ მისგან ორნი მდინარენი, ნილოსი და გეონი. აქ ნილოსსა და გეონში იგულისხმება იორი და ალაზანი. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით იორსაც და ალაზანსაც იორი ერქვა. დიდი იორი გახლდათ ალაზანი და მცირე იორი მდინარე იორი, ესე იგი დიდი და მცირე იორი. ალაზანი დაერქვა შემოსევების დროს, კონკრეტულად კი სკვითების მიერ. ასევე აქვე უნდა განმარტოთ მდინარე ნილოსის სახელიც, რომელიც ძველმა ბერძნებმა დაარქვეს ეგვიპტეში არსებულ მდინარეს. სინამდვილეში ძველი ეგვიპტელები ნილოსს იორს ეძახდნენ და ეს სახელი საქართველოში არსებული მდინარის სახელიდან წაიღეს. ქამიტებმა და ეგვიპტეში დაარქვეს თავიანთ მდინარეს.
რამე თუ გეონსა ანუ იორსა გამოაქვს 64 ხესულნელი და თივა, რომელიც შეეზავების მუშკსა, აც წარვეთ შენ და დაჯერთ ორთავე მდინარეთა შორის ევფრატსა და ჯილასა და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამე თუ წარუვლენიან უფალსა. შემდეგი ციტატა. და წავიდეს და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ჰინდეთს, სინდნი სინდეთს, ხრომნი ხრომს, ბერძენი საბერძნეთს, აგდა მაგუგ მაგუგეთს, სპარსნი სპარსეთს, ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო და ესე არიან 7 ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთვის მოგითხარ, რომელ მამათა ჩვენთა დაფარულად ეპყრათ წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქმად ამისა. ამის მიერ შეიწყნარა მამამან ჩვენმან მირიან სახარება ქრისტესი ნინოს მიერ. ნაქადაგები. ნებროთის წიგნი დიმიტრი ბაქრაძეს მიაჩნდა ადამის წიგნად. ეს წიგნი მისივე თქმით ასევე იხსენიება გიორგი მთაწმინდელისგან აპოკრიფულ შრომად, ხოლო დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგიზედაც ადრე ამ ადამის ცხოვრებას აპოკრიფულად ხდის წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი. სამწუხაროა, რომ სახელგანთქმულმა სასულიერო პირებმა გიორგი მთაწმინდელმა და ექვთიმე მთაწმინდელმა ამ წიგნს განადგურების განაჩენი გამოუტანეს. ეტყობა ვიღაცების ინტერესებში შედიოდა. აბა რა აპოკრიფულ ლიტერატურად გამოსაცხადებელი იყო ნებროთის წიგნი, როდესაც ამ წიგნმა დაუდასტურა მირიან მეფეს წმინდა ნინოს მიერ შემოტანილი სარწმუნოება ქრისტიანობა და გადაწყდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ხომ ხვდებით თუ რა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ეწერებოდა ნებროთის წიგნში, რომელიც დაუდევრობას და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ემსხვერპლა. ახლა კი რა მივიღეთ? გვაქვს მხოლოდ რაღაც ნაგლეჯი ამ წიგნიდან, რომელიც სხვა წყაროებში მისი არსებობის გამო გადარჩა. ეს პატარა ნაგლეჯიც მრავალ რამეს ადასტურებს და ხომ ხვდებით, მთლიანი წიგნი რომ ყოფილიყო, რამხელა ინფორმაცია გვექნებოდა მიჩქმალულ და გაყალბებულ წარსულზე. ნებროთის წიგნი სამწუხაროდ ცეცხლს შთაუნთქამს 1871 წელს, როდესაც მთელი სახლიდან მდიდარი წიგნსაცავი სიბრძნის მოყვარის კაცისა მოულოდნელად ღამის ძილში ცეცხლით გადამწვარა დაბა ყვირილაში. ასე მოხდა მისი აპოკრიფულ ლიტერატურად გამოცხადების გამო. არ მოხერხდა ნებროთის წიგნის გადაწერა და გადამრავლება, ხოლო ის ეგზემპლარი, რაც არსებობდა, დიდი ვარაუდით სპეციალურად გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, რათა ბევრი რამე ცნობილი არ გამხდარიყო უძველეს წარსულზე. აუცილებელია მდინარე იორის სახელის განმარტება, რომელიც მნიშვნელოვან თემებთანაა დაკავშირებული. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 13-14. ძველთა უკუღ გეოგრაფიათა შინა და ჰაზრისამებრ პლინოსისა და სტრაბონისა სახელედების გიორგიასა ივერია, ორთა მათ მდინარეთა გამომდინარეთა კავკასიისა მთით, რომელთაცა ერთსა ეწოდების დიდი იორი და მეორესა მცირე იორი, დიდსა იორა მდინარესა ეწოდებიან სხვანიცა ორნი სახელნი, აბანთა და ალაზანი, ხოლო მცირესა იორა მდინარესა ეწოდების მხოლოდ თვისი საკუთარი სახელი იორი, ვიდრე მოდგეინდელ დღემდე. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 14-15. ხოლო წოდება სახელისა ამის ივერია ანუ ივერო, განიმარტების ესრეთ, ვინაიდან მდინარენი იგი დიდი იორი და მცირე იორი გამომდინარეობენ დასაწყისსა შინა ერთისაგან სათავისა და შემდგომად განიყოფიან ორად, ამისთვის წყალთა მათ სახელ ედვა იორი, ანუ იორა, ესე იგი გაორდა, ანუ ორი შეიქმნა. ვინცა იორი ანუ იორა თქმაი გარდაიქმნა იორიად, ანუ ივერიად და ამის ძლით მდინარეთა ამათ სახელი მიუღიეს ყოველსა სამზღვარსა სრულიად საქართველოისა, გინა გიორგიისა, კასპიის ზღვიდან ვიდრე შავ ზღვამდე, ყოველსა ზემოსა, ანუ აღმოსავლეთ საქართველო ვიდრე კასპიის ზღვამდე და ქვემოსა, დასავლეთ საქართველო ივერიასა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო დაარსდა ქართლოსის მიერ ძველი წელთაღრიცხვით 2723 წელს და ცალკეულად არ არსებობდა.
თუნდაც ოქროს საწმისის პერიოდში კოლხეთის სამეფო, ეს იყო კოლხეთის სამამასახლისო, მამასახლისით ოტია, აიეტი. საბჭოთა ისტორიკოსები კი 10 წლეულების მანძილზე ტყუილებით კვებავდნენ, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. თეიმურაზ ბატონიშვილი, ასევე გვერდი 14. აბანთა დიდსა იორა მდინარესა ეწოდა უწინარეს, ხოლო ალაზანი ოდეს პირველთა ჟამთა შემოვიდეს ივერიისა ქვეყანასა სკვითნი უწოდეს მათ. ახლა კი დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და გვერდი გააზიაროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.